ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ფინურ გამოცემას ვალტენონმა დაუდასტურა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით გრაფიკის ცვლილების გამო გაუქმდა და ამის შესახებ ოფიციალურ თბილისს გუშინ აცნობეს. მე კონკრეტულად ვიყავი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ, ამბობს ვალტენონი. იმედის საბოტაჟის საქმე ტექნიკური ხარვეზე აღმოჩნდა. სუსი აცხადებს, რომ გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. მაუწყებლობა 45 წუთით ტექნიკური პრობლემის გამო შეწყდა. საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ გამოძიება სრულად შეწყდება. ოცნება მუზენაესის სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. ლევან ნემსაძისა და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურას ოცნების 82 წევრმა განხილვის გარეშე ინდივიდუალურად უყარა კენჭი და ერთხმა დაერჩია. ბალტიის ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავი შენიშნეს. შვედური გამანადგურებელი თვითმფრინავები და სამხედრო ხომალდები უკვე შეხვდნენ წყალქვეშა ნავს და მას მიჰყვებიან. აცხადებენ შვედეთის საზღვაო ძალები.